საპროტესტო აქცია სამეგრელოში თეატრალიზებული შოუს ელემენტებით პრეზიდენტისა და სამეგრელოს ზემო სვანეთის ახლა დანიშნული გუბერნატორის გადადგომის მოთხოვნით ზუგდიდში გამოსვლები იწყება. ქვეყნის პირველ პირს პრეზიდენტობის ვადა ამოეწურა კონკრეტულ საქმეებში ბრალდებულ თენგიზ გუნევას კი თანამდებობაზე ყოფნის უფლება არ აქვს. ამ არგუმენტებით გუბერნიის შენობის წინ შეკრებილებს რეგიონის რამდენიმე სოფლიდანაც შეუერთდნენ. აქციის ბოლოს ზუგდიდის ცენტრში სიმბოლურად კუბო გამოჩნდა და მეგრული დატირების სცენა მოეწყო. გვირგვინი, კუბო, მგლოვიარე მანდილოსნები და მიცვალებული სამჯერ შემოტრიალების ტრადიცია. პრეზიდენტის დაკრძალვის სამგლოვიარო პროცესია დღეს ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა. მოგვიანებით პროცესიაზე ცოცხებიც გამოჩნდა. თეატრალიზებულ შოუზე მთავარი ჭირისუფალი დაიცავი საქართველოს წევრი კახა მიქაია იყო. ის პროცესიას წინ მიუძღოდა. გლოვა პრეზიდენტს მის პოლიტიკას და ვუშვებთ პოლიტიკიდან ესეთი ფორმით. მოსვლით გაგვამწარე და წასვლით გაგვახარებიშა. ზუგდიდში გუბერნიის შენობის წინ შეკრებილმა მოსახლეობამ პრეზიდენტის წასვლა ამ ფორმით მოითხოვა. მათი განცხადებით მიხეილ სააკაშვილი უნდა გადადგეს, რადგან საპრეზიდენტო ვადა ამოეწურა. გადადგეს ვადა გასული მიხეილ სააკაშვილი, აწუხა ყოფილი პრეზიდენტი. მაგას არანაირი უფლება არ აქვს გუბერნატორების, არც დანიშვნის, არც ვინმე კადრების, არც ღირსების ორდენის გადაცემის. ყველანაირი ვადა აქვს გასული და ყველანაირი ყავლიც გაუვიდა მიხეილ სააკაშვილს საქართველოში. აქციაზე სამეგრელოს ახალი გუბერნატორის თენგიზ გუნევას გადადგომასაც ითხოვდნენ. მოსახლეობის თქმით, გუნევას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და მას თანამდებობაზე დარჩენას კანონი უკრძალავს. გუნევა მიხეილ სააკაშვილმა გუბერნატორად რამდენიმე დღის წინ დანიშნა. ის წინა ხელისუფლების დროს სამხარეო პოლიციასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას ხელმძღვანელობდა. სამეგრელოს საზოგადოების პროტესტი სააკაშვილის უკანონო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, როდესაც მან ბრალდებული და კრიმინალი ცნობილი ზონდერი გუნავა დანიშნა გუბერნატორად და ამითი ცდილობს სამეგრელო და მეგრელები დააბრუნოს უახლოეს წარსულში, რომელიც ჩვენთვის ძალიან ავადმოსაგონარია. თეატრალიზებულ სანახაობამდე ზუგდიდში საპროტესტო აქცია მოეწყო. სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩასული მოსახლეობაც პრეზიდენტის გადადგომას ითხოვდა. კონსტიტუციურად მიშა სააკაშვილის 20 იანვარს ეწოდება ვადა, ის უნდა დაემორჩილოს კონსტიტუციას უპირველეს ყოვლისა და არა იმ კონსტიტუციას, რომელმაც თვითონ თავის თავზე მოიგო. მიშას უცხადებთ ბოიკოტს. მიშას დასაყრდენი არ იქნება სამეგრელო. აქ ვერ იცხოვრეს, ის არ იქნება ჩვენი მეზობელი. აქცია გამაფრთხილებელი ხასიათის იყო. ორგანიზატორები მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მსგავს საპროტესტო გამოსვლებს ისევ გეგმავენ. დღეს ზუგდიდში არ იმყოფებოდა გუბერნატორი. სამხარეო ადმინისტრაციაში კი მოსახლეობის მოთხოვნაზე კომენტარი არ გაკეთებულა.